ვიცოდი, რომ ტროცკი უნდა დაბლოკილიყო ნებისმიერ ფასად, ამბობს 90 წლის კაცი, რომლის ხელები დღესაც კანკალებს 30 წლის შემდეგ. ეს კაცი იყო ნესტორ ლაკობას პირადი მდივანი 1924 წელს. მისი სახელი არასოდეს გამჟღავნებულა საჯაროდ, მაგრამ დღეს, პირველად 35 წლის განმავლობაში, ის ლაპარაკობს კამერების წინაშე. ლაკობამ მიიღო ტელეგრამა სტალინისგან იანვრის 21 რიცხვს. ტელეგრამაში მხოლოდ 2 სიტყვა იყო: დააყოვნე მას. არანაირი ახსნა, არანაირი დეტალი. მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცოდით, რას ნიშნავდა ეს. რას ნიშნავდა ეს 2 სიტყვა? რატომ უნდა დაბლოკილიყო ლენინის უახლოესი თანამებრძოლის სხუმში? და რატომ ეს ოპერაცია შეცვალა საბჭოთა კავშირის მთელი ისტორია? დღეს პირველად თქვენ გაიგებთ იმ საიდუმლოებას, რომელიც 35 წლის განმავლობაში იყო დამარხული. 1924 წლის იანვრის 21. სუხუმი. ზღვისპირა ქალაქი, სადაც ლევ ტროცკი, რევოლუციის ლეგენდა, წითელი არმიის შემქმნელი, ლენინის უახლოესი თანამებრძოლი, მკურნალობდა გრიპის შემდეგ. ის იყო 90 კილომეტრის მოშორებით მოსკოვიდან, მაგრამ ამ მანძილმა შეცვალა ისტორია. იმ დღეს, როცა ლენინი მოკვდა, ტროცკი არ შეძლო დაესწრო დაკრძალვას. რატომ? ოფიციალური ვერსია ამბობს, რომ მან არასწორი თარიღი მიიღო ტელეგრამით. მაგრამ რეალობა იყო სრულიად განსხვავებული. ეს იყო საგულდაგულოდ დაგეგმილი ოპერაცია, რომელშიც მთავარი როლი ითამაშა ერთმა კაცმა, ნესტორ ლაკობამ, აფხაზეთის ლიდერმა, სტალინის რუხმა კარდინალმა. ლაკობას პირადი მდივანი იხსენებს, იანვრის 21-ს, დილის 6 საათი იყო, როცა ლაკობამ დამირეკა. მისი ხმა იყო მშვიდი, თითქმის ყოველდღიური, მაგრამ მე ვიცოდი, რომ რაღაც უჩვეულო ხდებოდა. მან მითხრა, მოდი ოფისში ახლავე. არავის უთხრა. როცა მივედი, ის იჯდა მაგიდასთან და კითხულობდა ტელეგრამას. მან არ მაჩვენა ტელეგრამა, მაგრამ მითხრა, დღეს ტროცკი არ უნდა დატოვოს სუხუმი. გაიგე. არანაირი გამონაკლისი. რა იყო იმ ტელეგრამაში? ვინ გაუგზავნა ლაკობას ეს ბრძანება? და რატომ იყო ეს ოპერაცია ისეთი კრიტიკული სტალინისთვის? იმის გასაგებად, რატომ იყო ეს ოპერაცია ასე მნიშვნელოვანი, უნდა დაუბრუნდეთ 1923 წელს. ლენინი იყო მძიმე მდგომარეობაში. მას ჰქონდა 3 ინსულტი და ექიმები აცხადებდნენ, რომ მისი სიცოცხლე დღეებში იზომებოდა. პარტიის ლიდერობა იყო დაყოფილი 2 ბანაკად, ერთი მხარს უჭერდა ტროცკის, მეორე სტალინს. ლენინი თავად ამბობდა, რომ ტროცკი იყო ყველაზე ნიჭიერი კაცი ცენტრალურ კომიტეტში. მაგრამ ლენინს ჰქონდა სერიოზული ეჭვები სტალინის მიმართ. 1923 წლის დეკემბერში ლენინმა დაწერა თავისი ცნობილი ანდერძი, სადაც მოითხოვდა სტალინის გენერალური მდივნის პოსტიდან გადაყენებას. ამ დოკუმენტში ლენინი წერდა, სტალინი ძალიან უხეშია და ეს ნაკლი ხდება აუტანელი გენერალური მდივნის პოსტზე. ეს იყო პოლიტიკური სასიკვდილო განაჩენი სტალინისთვის. მაგრამ სტალინს ჰქონდა ერთი უპირატესობა, ის აკონტროლებდა ინფორმაციის ნაკადს. როგორც გენერალური მდივანი, მას ჰქონდა ცუდომა ყველა ტელეგრამაზე, ყველა დოკუმენტზე, ყველა საიდუმლო მოხსენებაზე. და მას ჰქონდა ერთგული ადამიანები მთელს საბჭოთა კავშირში. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი იყო ნესტორ ლაკობა. ლაკობა იყო აფხაზეთის ლიდერი 1921 წლიდან. ის იყო ძალიან განსაკუთრებული ფიგურა საბჭოთა პოლიტიკაში. ლაკობა არ იყო უბრალო პარტიული ბიუროკრატი. ის იყო ინტელექტუალი, პოეტი, ადამიანი, რომელსაც ესმოდა ძალაუფლების თამაში. მაგრამ მთავარი, ის იყო სტალინის ძველი მეგობარი ჯერ კიდევ ბათუმის დროიდან, როცა ორივე მუშაობდა რევოლუციურ მოძრაობაში. ლაკობას პირადი მდივანი იხსენებს, ლაკობა და სტალინი ერთმანეთს იცნობდნენ 1914 წლიდან. ისინი ერთად მუშაობდნენ კავკასიაში, ერთად გეგმავდნენ ექსპროპრიაციებს, ერთად ხდებოდნენ დაპატიმრებულები. მათ შორის იყო განსაკუთრებული კავშირი, არა მეგობრობა, არამედ რაღაც უფრო ღრმა. ისინი ერთმანეთს ესმოდნენ ნახევარი სიტყვით. როცა სტალინს სჭირდებოდა რაიმე დელიკატური საქმის გაკეთება, ის ყოველთვის მიმართავდა ლაკობას. რა იყო ეს განსაკუთრებული კავშირი? რატომ ენდობოდა სტალინი ლაკობას უფრო მეტად, ვიდრე თავის უახლოეს თანამშრომლებს მოსკოვში? და როგორ გამოიყენა სტალინმა ეს კავშირი ტროცკის წინააღმდეგ? 1924 წლის იანვრის დასაწყისში ტროცკი ჩავიდა სუხუმში მკურნალობისთვის. ოფიციალურად ის იკურნებოდა გრიპის შემდეგ. მაგრამ რეალობაში ტროცკი იყო გამოფიტული მოსკოვიდან.
სტალინი, კამენევი და ზინოვიევი, რომლებიც ქმნიდნენ ეტს ტროიკას, აქტიურად მუშაობდნენ ტროცკის იზოლაციაზე. ისინი იყენებდნენ ყველა საშუალებას, რათა ტროცკი მოეშორებინათ ძალაუფლების ცენტრიდან. და სუხუმში გაგზავნა იყო იდეალური გამოსავალი. ტროცკი იყო შორს მოსკოვიდან, შორს პარტიის ცენტრალური კომიტეტიდან, შორს ძალაუფლების რეალური ბერკეტებიდან. ლაკობას პირადი მდივანი იხსენებს, როცა ტროცკი ჩამოვიდა სუხუმში, ლაკობამ პირადად შეხვდა მას სადგურზე. ეს იყო უჩვეულო, აფხაზეთის ლიდერი პირადად ხვდება სტუმარს. მაგრამ ლაკობა იცოდა, რომ ეს არ იყო უბრალო სტუმარი. ეს იყო კაცი, რომელიც შეიძლებოდა გამხდარიყო საბჭოთა კავშირის ლიდერი. ლაკობამ მითხრა მოგვიანებით, მე უნდა ვიცოდე, სად იყო ტროცკი ყოველ წუთს. სად დადიოდა, ვისთან ხვდებოდა, რას საუბრობდა. ეს იყო სტალინის პირადი დავალება. რატომ იყო ასე მნიშვნელოვანი ტროცკის თითოეული ნაბიჯის კონტროლი? რას ელოდა სტალინი? და როგორ იცოდა მან, რომ ლენინის სიკვდილი იყო ახლოს? იანვრის 21, 1924 წელი. დილის 6 საათი 50 წუთი. მოსკოვში, გორგში ლენინი იღებს ბოლოს უთქვას. მისი სიკვდილი არ იყო მოულოდნელი, ექიმები აფრთხილებდნენ, რომ ეს შეიძლებოდა მოხდარიყო ნებისმიერ მომენტში. მაგრამ ზუსტი დრო იყო უცნობი. სტალინი იყო მოსკოვში, კრემლში, როცა მიიღო ამბავი ლენინის სიკვდილის შესახებ. პირველი, რაც მან გააკეთა, იყო ტელეგრამის გაგზავნა სუხუმში, ლაკობასთან. ტელეგრამაში იყო მხოლოდ ორი სიტყვა: დააყოვნე მას. არანაირი ხელმოწერა, არანაირი დეტალი. მაგრამ ლაკობამ მაშინვე გაიგო, რას ნიშნავდა ეს. ლაკობას პირადი მდივანი იხსენებს, როცა ლაკობამ მიიღო ეს ტელეგრამა, მან დამირეკა და მითხრა: ლენინი მოკვდა. ტროცკი არ უნდა გაიგოს ეს დღეს. გაიგე? არა დღეს. მე ვკითხე, რამდენ ხანს უნდა დავმალოთ ეს? ლაკობამ მითხრა: სულ მცირე 2 დღე. 2 დღე საკმარისია. მე არ გავიგე მაშინ, რატომ იყო 2 დღე საკმარისი. მაგრამ მოგვიანებით გავიგე, 2 დღე იყო საკმარისი იმისთვის, რომ სტალინი მოემზადებინა დაკრძალვისთვის, გაიკეთებინა თავისი ცნობილი სიტყვა და დაემკვიდრებინა თავი როგორც ლენინის მემკვიდრე. რატომ იყო ასე კრიტიკული ტროცკის დაკრძალვაზე არ ყოფნა? რა როლი ითამაშა ეს ძალაუფლების ბრძოლაში? და როგორ შეძლო ლაკობამ დაებლოკა ტროცკი სუხუმში? იანვრის 21, დილის 8 საათი. ტროცკი იღვიძებს თავის ვილაში სუხუმში. ის არ იცის, რომ ლენინი მოკვდა 2 საათის წინ. ის არ იცის, რომ მოსკოვში უკვე იწყება მომზადება დაკრძალვისთვის. ის არ იცის, რომ სტალინი უკვე გეგმავს, როგორ გამოიყენოს ეს მომენტი თავისი ძალაუფლების განსამტკიცებლად. ტროცკი იღვიძებს და ელოდება ჩვეულებრივ დღეს, სეირნობას, ზღვის პირას, კითხვას და დასვენებას. მაგრამ ეს დღე არ იქნება ჩვეულებრივი. ეს დღე შეცვლის მის მთელ ცხოვრებას და საბჭოთა კავშირის ისტორიას. ლაკობას პირადი მდივანი იხსენებს, ლაკობამ მითხრა, ტროცკის ვილას გარშემო უნდა დაიდგას ჩვენი ადამიანები. არავინ უნდა შევიდეს, არავინ უნდა გამოვიდეს ჩვენი ნებართვის გარეშე. ყველა ტელეფონის ხაზი უნდა გაიკონტროლოს. ყველა ტელეგრამა უნდა გაიაროს ჩვენ მიერ. მე ვკითხე, და თუ ტროცკი მოითხოვს ინფორმაციას მოსკოვიდან, ლაკობამ მითხრა, მაშინ მას ეთქვით, რომ ტელეგრაფის ხაზები არ მუშაობს ამინდის გამო. ან რომ არის ტექნიკური პრობლემები. ნებისმიერი მიზეზი, მაგრამ ის არ უნდა გაიგოს ჭეშმარიტება. როგორ შეძლო ლაკობამ დაებლოკა ტროცკი, რევოლუციის ლეგენდა, კაცი, რომელიც ქმნიდა წითელ არმიას? რა მეთოდები გამოიყენა ის? და როგორ რეაგირებდა ტროცკი, როცა გაიგებდა, რომ იყო იზოლირებული? იანვრის 21, დღის 12 საათი. ტროცკი ცდილობს დარეკოს მოსკოვში. ტელეფონი არ მუშაობს. ის ცდილობს გაგზავნოს ტელეგრამა. ტელეგრაფის ოფისი ამბობს, რომ ხაზები არ მუშაობს ამინდის გამო. ტროცკი იწყებს შფოთვას. ის იცის, რომ ლენინის მდგომარეობა იყო კრიტიკული. ის იცის, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა მომხდარიყო უარესი. მაგრამ ის არ იცის, რომ უარესი უკვე მოხდა. ის არ იცის, რომ ლენინი მოკვდა 6 საათის წინ. ის არ იცის, რომ მოსკოვში უკვე იწყება პოლიტიკური თამაში, რომელშიც მას არ აქვს როლი. ლაკობას პირადი მდივანი იხსენებს, დღის 2 საათზე ტროცკი გამოვიდა ვილიდან და მოითხოვა შეხვედრა ლაკობასთან. ჩვენმა ადამიანებმა უთხრეს, რომ ლაკობა იყო თბილისში საქმიანი შეხვედრის გამო. ეს იყო სიცრუე, ლაკობა იყო სუხუმში თავის ოფისში, მაგრამ ის არ იყო მზად შეხვედრისთვის ტროცკისთან. ტროცკი განრისხდა.
ის თქვა, მე ვარ ცენტრალური კომიტეტის წევრი. მე მოვითხოვ დაუყოვნებლივ კავშირს მოსკოვთან. ჩვენმა ადამიანებმა უთხრეს, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს შესაძლებელს, მაგრამ ტექნიკური პრობლემები არის. ტროცკი გაიგო, რომ რაღაც არ იყო სწორი. მაგრამ რას შეეძლო გაეკეთებინა? ის იყო იზოლირებული სუხუმში, შორს ყველაფრისგან. რა გრძნობდა ტროცკი იმ მომენტში? როგორ ესმოდა მას, რომ იყო ხაფანგში? და რატომ არ შეეძლო მას გაქცევა? იანვრის 21-ის საღამოს 6 საათი. მოსკოვში უკვე ცნობილია ლენინის სიკვდილის შესახებ. გაზეთები ბეჭდავენ სპეციალურ გამოშვებებს. რადიო აცხადებს გლოვას. მთელი ქვეყანა იცის, რომ ლენინი მოკვდა. მაგრამ სუხუმში, ტროცკის ვილაში არავინ არაფერი იცის. ტელეფონები არ მუშაობს. ტელეგრამები არ მოდის. ტროცკი არის სრულიად იზოლირებული გარე სამყაროსგან. ის იჯდა თავის ოთახში და ცდილობდა გაეგო რა ხდებოდა. მაგრამ ყველა მისი მცდელობა იყო უშედეგო. ლაკობას პირადი მდივანი იხსენებს, საღამოს 7 საათზე, ლაკობამ დამირეკა და მითხრა, დროა. გაუგზავნე ტროცკის ტელეგრამა. მე ვკითხე, რა ტელეგრამა? ლაკობამ მითხრა, ტელეგრამა სტალინისგან. ტელეგრამა, რომელიც ეტყვის ტროცკის, რომ დაკრძალვა იქნება იანვრის 25. არა 24, როგორც რეალურად იყო დაგეგმილი, არამედ 25. მე გავიგე, ეს იყო გასაღები. თუ ტროცკი ფიქრობდა, რომ დაკრძალვა იყო იანვრის 25, მას ჰქონდა დრო ჩამოსვლისთვის მოსკოვში. მას არ იჩქარებდა. მას არ ეცოდებოდა, რომ კარგავდა ყველაზე მნიშვნელოვან მომენტს. რატომ იყო ეს ტელეგრამა ასე გენიალური? როგორ შეცვალა ერთმა არასწორმა თარიღმა მთელი ისტორია? და ვინ იყო რეალური ავტორი ამ გეგმის, სტალინი თუ ლაკობა? იანვრის 21 საღამოს 8 საათი. ტროცკი საბოლოოდ იღებს ტელეგრამას. ტელეგრამა არის სტალინისგან. ტელეგრამაში წერია, ლენინი გარდაიცვალა დღეს დილით. დაკრძალვა იქნება იანვრის 25. ცენტრალური კომიტეტი გთხოვთ დაბრუნდეთ მოსკოვში დაკრძალვისთვის. ტროცკი კითხულობს ტელეგრამას და გრძნობს შვებას. ლენინი მოკვდა, ეს იყო ტრაგედია. მაგრამ სულ მცირე მას ჰქონდა დრო ჩამოსვლისთვის მოსკოვში. დაკრძალვა იყო იანვრის 25, ეს ნიშნავდა, რომ მას ჰქონდა 4 დღე. 4 დღე იყო საკმარისი, რათა მოემზადებინა, ჩამოსულიყო მოსკოვში და დაესწრო დაკრძალვას. ტროცკი არ იცოდა, რომ ეს ტელეგრამა იყო სიცრუე. ის არ იცოდა, რომ დაკრძალვა რეალურად იყო დაგეგმილი იანვრის 24. ის არ იცოდა, რომ მას რჩებოდა მხოლოდ 3 დღე, არა 4. ლაკობას პირადი მდივანი იხსენებს, როცა ტროცკი მიიღო ტელეგრამა, ჩვენმა ადამიანებმა დაინახეს, როგორ შვებულდა ის. ტროცკი ფიქრობდა, რომ ყველაფერი იყო კარგად. ის ფიქრობდა, რომ მას ჰქონდა დრო. მაგრამ რეალობაში ის უკვე დაკარგა ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი. იანვრის 22, 23 და 24, ეს იყო 3 დღე, როცა სტალინი აშენებდა თავის ძალაუფლებას. 3 დღე, როცა სტალინი ლაპარაკობდა პარტიის ლიდერებთან, აკეთებდა შეთანხმებებს, ამზადებდა თავის ცნობილ სიტყვას ლენინის დაკრძალვაზე. 3 დღე, რომლებიც შეცვალა ისტორიას. როგორ გამოიყენა სტალინმა ეს 3 დღე? რა შეთანხმებები გააკეთა ის? და როდის გაიგო ტროცკიმ, რომ იყო მოტყუებული? იანვრის 22, დილის 10 საათი. ტროცკი ელაპარაკება ლაკობას. ეს არის მათი პირველი შეხვედრა ლენინის სიკვდილის შემდეგ. ლაკობა არის თავაზიანი, თანაგრძნობის გამომხატველი, მზრუნველი. ის ეუბნება ტროცკის, თქვენ უნდა დაისვენოთ. თქვენ ჯერ კიდევ არ ხართ სრულიად გამოჯანმრთელებული. მოსკოვში ჩასვლა ახლა შეიძლება იყოს საშიში თქვენი ჯანმრთელობისთვის. ტროცკი პასუხობს, მე უნდა ვიყო დაკრძალვაზე. ლენინი იყო ჩემი მასწავლებელი, ჩემი მეგობარი, ჩემი თანამებრძოლი. ლაკობა ამბობს, რა თქმა უნდა, თქვენ იქნებით დაკრძალვაზე. მაგრამ დაკრძალვა არის იანვრის 25. თქვენ გაქვთ დრო. ტროცკი ენდობა ლაკობას. რატომ არ უნდა ენდო? ლაკობა იყო პარტიის წევრი, აფხაზეთის ლიდერი, პატივცემული კაცი. ტროცკი არ იცოდა, რომ ლაკობა მუშაობდა სტალინის ინსტრუქციებით. ლაკობას პირადი მდივანი იხსენებს, იმ შეხვედრის შემდეგ ლაკობამ მითხრა, ტროცკი დარწმუნებულია, რომ ყველაფერი კარგადაა. ეს კარგია. ახლა ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ის რჩება სუხუმში იანვრის 24-მდე.
მე ვკითხე, როგორ ლაკობამ მითხრა, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ტროცკი იგრძნოს კომფორტულად. უნდა მივცეთ მას საუკეთესო პირობები, საუკეთესო მომსახურება, საუკეთესო ყველაფერი. ის არ უნდა იფიქროს გასვლაზე სუხუმიდან. ეს იყო გენიალური, ლაკობა არ აპატიმრებდა ტროცკის, ის აკეთებდა მას ბედნიერს, რათა ტროცკი თავად არ მოსურვებოდა წასვლა. როგორ მუშაობდა ეს ფსიქოლოგიური მანიპულაცია? რა მეთოდები გამოიყენა ლაკობა? და როდის დაიწყო ტროცკის ეჭვი? იანვრის 23, დღის 2 საათი. მოსკოვში სტალინი ხვდება კამენევს და ზინოვიევს. ისინი განიხილავენ დაკრძალვის დეტალებს. სტალინი ამბობს, ტროცკი არ იქნება დაკრძალვაზე. კამენევი კითხულობს, რატომ? ის არის ცენტრალური კომიტეტის წევრი. ის უნდა იყოს აქ. სტალინი პასუხობს, ტროცკი არის სუხუმში. ის ფიქრობს, რომ დაკრძალვა არის იანვრის 25. როცა ის გაიგებს რეალურ თარიღს, იქნება გვიან. ზინოვიევი იცინის, ეს არის გენიალური. მაგრამ ვინ გაუგზავნა მას არასწორ ინფორმაციას, სტალინი პასუხობს, ეს არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია, რომ ტროცკი არ იქნება დაკრძალვაზე. და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ყველაფერი, რაც გვინდა. ლაკობას პირადი მდივანი იხსენებს, იანვრის 23 საღამოს ლაკობამ მიიღო ტელეგრამა სტალინისგან. ტელეგრამაში წერია, შესანიშნავი მუშაობა. გააგრძელე. ლაკობამ წაიკითხა ტელეგრამა და ჩაიცინა. ეს იყო იშვიათი, ლაკობა იშვიათად იცინოდა. მაგრამ იმ მომენტში ის იცოდა, რომ მისი გეგმა მუშაობდა. ტროცკი იყო იზოლირებული, დეზინფორმირებული და სრულიად უძლური. ლაკობამ მითხრა, ხვალ იქნება გადამწყვეტი დღე. ხვალ ტროცკი გაიგებს, რომ იყო მოტყუებული. მაგრამ იქნება გვიან. რა იყო დაგეგმილი იანვრის 24-ს? როგორ რეაგირებდა ტროცკი, როცა გაიგებდა ჭეშმარიტებას? და რა იყო სტალინის შემდეგი ნაბიჯი? იანვრის 24, დილის 9 საათი. მოსკოვში იწყება ლენინის დაკრძალვა. ასობით ათასი ადამიანი არის ქუჩებში. პარტიის ლიდერები დგანან მავზოლეუმთან. სტალინი ამზადებს თავის ცნობილ სიტყვას, რომელიც გახდება მისი პოლიტიკური კარიერის საფუძველი. სტალინი ამბობს, ჩვენ გვპირდებით, ლენინის ამხანაგო, რომ ჩვენ შევასრულებთ შენს ანდერძს. ეს სიტყვა გახდება ლეგენდარული. ეს სიტყვა წარმოადგენს სტალინს როგორც ლენინის ერთგულ მემკვიდრეს. მაგრამ სად არის ტროცკი? სად არის კაცი, რომელიც ლენინმა თავად მიიჩნია ყველაზე ნიჭიერ ლიდერად? სუხუმში იმავე დროს ტროცკი იღვიძებს და კითხულობს გაზეთს. გაზეთში წერია, დღეს იანვრის 24 ჩატარდება ლენინის დაკრძალვა. ტროცკი კითხულობს ამ სიტყვებს და გაკინულია. იანვრის 24. არა 25. ის იღებს ტელეგრამას, რომელიც მიიღო იანვრის 21-ს. ტელეგრამაში წერია, დაკრძალვა იქნება იანვრის 25. ტროცკი იგებს, ის იყო მოტყუებული. ის იყო დეზინფორმირებული. ის დაკარგა ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი თავისი პოლიტიკური კარიერისთვის. ლაკობას პირადი მდივანი იხსენებს, როცა ტროცკიმ გაიგო ჭეშმარიტება, ის გაბრაზდა როგორც არასოდეს. ის მოითხოვა დაუყოვნებლივ შეხვედრას ლაკობასთან. ლაკობა მივიდა ტროცკის ვილაში. ტროცკი ყვიროდა, თქვენ მომატყუეთ. თქვენ მომეცით არასწორი ინფორმაცია, ლაკობა იყო მშვიდი. ის თქვა, მე მივიღე ტელეგრამა სტალინისგან. ტელეგრამაში წერია იანვრის 25. თუ ეს იყო შეცდომა, ეს არ არის ჩემი შეცდომა. ტროცკი თქვა, მე მოვითხოვ დაუყოვნებლივ ტრანსპორტს მოსკოვში, ლაკობამ თქვა, რა თქმა უნდა. მაგრამ უახლოესი მატარებელი არის ხვალ დილით. და ის მიაღწევს მოსკოვს იანვრის 25-ს. ტროცკი გაიგო, ის იყო ხაფანგში. ის ვერაფერს გააკეთებდა. როგორ გრძნობდა ტროცკი იმ მომენტში? რა იყო მისი რეაქცია? და როგორ შეცვალა ეს მომენტი მისი ცხოვრება? იანვრის 24 საღამოს 6 საათი. მოსკოვში დაკრძალვა დასრულდა. სტალინი გახდა ლენინის ოფიციალური მემკვიდრე. მისი სიტყვა დაკრძალვაზე გახდა ლეგენდარული. პარტიის ლიდერები აღიარებენ სტალინს როგორც ახალ ლიდერს. ტროცკი არ არის აქ. ტროცკის არ ყოფნა არის სიმბოლური, ის დაკარგა თავისი შანსი გახდარიყო ლენინის მემკვიდრე. სუხუმში ტროცკი იჯდა თავის ვილაში და ესმოდა, რომ მისი პოლიტიკური კარიერა დასრულდა.
ის იცოდა, რომ სტალინმა მოიგო. ის იცოდა, რომ ლაკობამ ითამაშა გადამწყვეტი როლი ამ გამარჯვებაში. მაგრამ რას შეეძლო გაეკეთებინა? ის იყო იზოლირებული, დამარცხებული, უძლური. ლაკობას პირადი მდივანი იხსენებს, იმ საღამოს ლაკობამ მიიღო ტელეგრამა სტალინისგან. ტელეგრამაში წერია: მადლობა. შენ გადაარჩინე რევოლუცია. ლაკობამ წაიკითხა ეს სიტყვები და ჩაიფიქრა. მან მითხრა: მე არ ვიცი გადავარჩინე თუ არა რევოლუცია. მაგრამ ვიცი, რომ დავეხმარე სტალინს. და ვიცი, რომ ეს შეცვლის ყველაფერს. ლაკობა იყო მართალი. მისი ოპერაცია სუხუმში შეცვალა საბჭოთა კავშირის ისტორია. ტროცკის დაკრძალვაზე არ ყოფნა იყო დასაწყისი მისი პოლიტიკური დაცემისა. 5 წლის შემდეგ ტროცკი იქნება გაძევებული საბჭოთა კავშირიდან. 10 წლის შემდეგ ის იქნება მოკლული მექსიკაში. ყველაფერი დაიწყო იმ 3 დღით სუხუმში, როცა ლაკობამ დაბლოკა ის სტალინის ბრძანებით. რა იყო ლაკობას ნამდვილი мотиваცია? რატომ დაეხმარა ის სტალინს? და რა იყო მისი ბედი მოგვიანებით? იანვრის 25, დილის 10 საათი. ტროცკი საბოლოოდ ტოვებს სუხუმს. მატარებელი მიემართება მოსკოვისკენ, მაგრამ ყველა მიცის, რომ ეს მოგზაურობა უკვე დაგვიანებულია. ის ვერ დაესწრო დაკრძალვას, ვერ წარმოთქვა სიტყვა, ვერ დაიმკვიდრა თავისი ადგილი ლენინის მემკვიდრედ. მატარებლის ფანჯრიდან ტროცკი უყურებს კავკასიის მთებს და ფიქრობს, როგორ შეიძლებოდა ყველაფერი შეცვლილიყო, რომ ის ყოფილიყო მოსკოვში იანვრის 24-ს. როგორ შეიძლებოდა ერთმა ტელეგრამამ, ერთმა არასწორმა თარიღმა შეცვალოს მთელი ისტორია. მაგრამ ტროცკი ჯერ კიდევ არ იცის ყველაზე შოკისმომგვრელი ფაქტი, ეს არ იყო უბრალო შეცდომა. ეს იყო საგულდაგულო და გეგმილი ოპერაცია, რომელშიც მონაწილეობდნენ ადამიანები, რომლებსაც ის ენდობოდა. ლაკობას პირადი მდივანი იხსენებს, როცა ტროცკის მატარებელი გავიდა სუხუმიდან, ლაკობა დგას სადგურზე და უყურებს მას. მე ვდგავარ მის გვერდით და ვხედავ მის სახეს. ლაკობა არ არის ბედნიერი. ის არ არის ამაკი. ის უბრალოდ არის დაღლილი. მან მითხრა, ეს იყო ყველაზე რთული საქმე, რაც ოდესმე გამიკეთებია. არა იმიტომ, რომ ტროცკი არის ძლიერი მტერი. არამედ იმიტომ, რომ ის არის პატიოსანი კაცი. და მე მოვატყუე პატიოსანი კაცი. მე ვკითხე, მაშინ რატომ გააკეთე ეს? ლაკობამ პასუხი არ გასცა. ის უბრალოდ გაბრუნდა და წავიდა. რა იყო ლაკობას ნამდვილი გრძნობები? რატომ თანხმდებოდა ის ასეთ ოპერაციაზე? და რა იყო მისი ურთიერთობა სტალინთან რეალურად? მოსკოვში იმავე დროს სტალინი იმარჯვებს. ლენინის დაკრძალვის შემდეგ ის ხდება პარტიის ფაქტობრივი ლიდერი. კამენევი და ზინოვიევი მხარს უჭერენ მას. ბუხარინი ამბობს, რომ სტალინი არის ერთადერთი კაცი, რომელსაც შეუძლია გაერთიანოს პარტია. ტროცკი კი არის იზოლირებული, დამარცხებული, დავიწყებული. მაგრამ სტალინი იცის, რომ ეს არის მხოლოდ დასაწყისი. ტროცკი ჯერ კიდევ არის ცენტრალური კომიტეტის წევრი. ის ჯერ კიდევ აქვს გავლენა არმიაში. ის ჯერ კიდევ არის საშიში. და სტალინი იცის, რომ უნდა გააგრძელოს ბრძოლა, სანამ ტროცკი სრულად არ განადგურდება პოლიტიკურად. ლაკობას პირადი მდივანი იხსენებს, თებერვალში 1924 წელს ლაკობა მივიდა მოსკოვში. ის შეხვდა სტალინს კრემლში. მე არ ვიყავი იმ შეხვედრაზე, მაგრამ ლაკობამ მითხრა მოგვიანებით, რაზე ისაუბრეს. სტალინმა უთხრა, შენ გადაარჩინე რევოლუცია. შენ გადაარჩინე პარტია. შენ გადაარჩინე ყველაფერი, რისთვისაც ჩვენ ვიბრძოდით. ლაკობამ უთხრა, მე გავაკეთე ის, რაც უნდა გაკეთებულიყო. სტალინმა უთხრა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ტროცკი ჯერ კიდევ არის საშიში. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ. რას ნიშნავდა გავაგრძელოთ? რა იყო სტალინის შემდეგი გეგმა? და როგორ იყო ჩართული ლაკობა ამ გეგმაში? 1925 წელი. ტროცკი ცდილობს დაიბრუნოს თავისი გავლენა. ის წერს სტატიებს, ლაპარაკობს პარტიის შეხვედრებზე, ცდილობს მოაწყოს ოპოზიცია სტალინის წინააღმდეგ. მაგრამ ყველაფერი უშედეგოა. სტალინი აკონტროლებს პარტიულ აპარატს. ის აკონტროლებს ინფორმაციის ნაკადს. ის აკონტროლებს ყველაფერს. და ტროცკი ნელ-ნელა კარგავს თავის პოზიციებს. 1925 წლის ბოლოს ტროცკი კარგავს თავის პოსტს სამხედრო კომისარად. 1927 წელს ის გარიცხულია პარტიიდან.
1928 წელს ის გაძევებულია საბჭოთა კავშირიდან. ყველაფერი დაიწყო იმ 3 დღით სუხუმში. ლაკობას პირადი მდივანი იხსენებს, 1927 წელს ლაკობა კვლავ შეხვდა სტალინს. ამჯერად სტალინი იყო უფრო ძლიერი, უფრო დარწმუნებული, უფრო ავტორიტარული. ის უთხრა ლაკობას, ტროცკი დასრულდა. მაგრამ არიან სხვები, ვინც უნდა დასრულდეს. ლაკობამ ჰკითხა, ვინ? სტალინმა უთხრა, კამენევი, ზინოვიევი, ბუხარინი. ყველა, ვინც ფიქრობს, რომ შეუძლია ჩემი გამოწვევა. ლაკობა გაჩუმდა. ის გაიგო, რომ სტალინი არ აპირებდა გაჩერებას. ის აპირებდა განადგურებას ყველა, ვინც შეიძლებოდა ყოფილიყო საფრთხე. რა იფიქრა ლაკობამ იმ მომენტში? რატომ არ დაუპირისპირდა ის სტალინს? და როდის გაიგო ის, რომ თავადაც იყო საფრთხეში? 1929 წელი. ლაკობა არის აფხაზეთის ლიდერი, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფიგურა კავკასიაში. მაგრამ ის იწყებს შფოთვას. სტალინი ხდება სულ უფრო ავტორიტარული. რეპრესიები იწყება. ძველი ბოლშევიკები, რომლებიც იბრძოდნენ რევოლუციაში, ხდებიან ხალხის მტრები. ლაკობა ხედავს, რომ სტალინი არ ინახავს არავის. ის ანადგურებს ყველას, ვინც შეიძლებოდა ყოფილიყო საფრთხე. და ლაკობა იწყებს ფიქრს, რამდენ ხანს შეინარჩუნებს სტალინი მას. რამდენ ხანს იქნება ის სასარგებლო. ლაკობას პირადი მდივანი იხსენებს, 1929 წლის ბოლოს ლაკობამ მითხრა, მე ვიცი ძალიან ბევრი. მე ვიცი, როგორ დაბლოკა სტალინმა ტროცკი. მე ვიცი, როგორ მოატყუა ის პარტიას. მე ვიცი ყველა მისი საიდუმლოება. და ეს ნიშნავს, რომ მე ვარ საშიში მისთვის. მე ვკითხე, რას აპირებ? ლაკობამ უთხრა, მე უნდა ვიყო ფრთხილი. ძალიან ფრთხილი. სტალინი არ ავიწყებს. და ის არ პატიობს. რა იყო ლაკობას გეგმა? როგორ აპირებდა ის თავის დაცვას? და რატომ არ გაიქცა ის, როცა ჯერ კიდევ ჰქონდა დრო? 1930 წელი. სტალინი აგრძელებს თავისი ძალაუფლების კონსოლიდაციას. კოლექტივიზაცია იწყება. მილიონობით გლეხი იძულებულია შეუერთდეს კოლექტიურ ფერმებს. ვინც ეწინააღმდეგება, ხდება კულაკის და იგზავნება გულაგში. შიმშილი იწყება უკრაინაში, კავკასიაში, ყაზახეთში. მილიონობით ადამიანი კვდება. მაგრამ სტალინი არ ჩერდება. ის ამბობს, რომ ეს არის აუცილებელი ინდუსტრიალიზაციისთვის, სოციალიზმის მშენებლობისთვის, საბჭოთა კავშირის გაძლიერებისთვის. ლაკობა ხედავს ამ ყველაფერს და ესმის, რომ სტალინი არის მონსტრი. მაგრამ რას შეუძლია გააკეთოს? ის არის ნაწილი ამ სისტემისა. ის დაეხმარა სტალინს მოსვლაში ძალაუფლებაში. ის არის თანამონაწილე. ლაკობას პირადი მდივანი იხსენებს, 1930 წლის ზაფხულში ლაკობა მიიღო მოწვევა მოსკოვში. სტალინი უნდა შეხვედროდა მას. ლაკობა არ იყო დარწმუნებული, უნდა წასულიყო თუ არა. ის იცოდა, რომ ბევრი ადამიანი, ვინც წავიდა მოსკოვში სტალინთან შესახვედრად, არასოდეს დაბრუნებულა. მაგრამ თუ ის არ წავიდოდა, ეს იქნებოდა ეჩვის ნიშანი. და ეჩვი სტალინის თვალში იყო სასიკვდილო განაჩენი. ლაკობამ გადაწყვიტა წასვლა. მან მითხრა, თუ მე არ დაუბრუნდები, შენ იცი ჭეშმარიტება. შენ იცი, რა მოხდა სუხუმში 1924 წელს. შენ უნდა შეინახო ეს საიდუმლოება. რა მოხდა იმ შეხვედრაზე მოსკოვში? როგორ რეაგირებდა სტალინი? და დაბრუნდა თუ არა ლაკობა? ლაკობა დაბრუნდა სუხუმში. მაგრამ ის იყო შეცვლილი. ლაკობას პირადი მდივანი იხსენებს, როცა ლაკობა დაბრუნდა მოსკოვიდან, ის იყო სხვა კაცი. ის იყო უფრო მდუმარე, უფრო დახშული, უფრო შეშინებული. მე ვკითხე, რა მოხდა? ლაკობამ უთხრა, სტალინმა მითხრა, რომ მე ვარ მისი ძველი მეგობარი. მაგრამ მან ასევე მითხრა, რომ მეგობრობა არ არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე პარტია. და თუ მე ოდესმე გაუბედავ გამოუწვევ მას, ის არ დამიშურებს. მე გავიგე, სტალინი აფრთხილებდა ლაკობას. ის ეუბნებოდა, მე ვიცი, რომ შენ იცი ძალიან ბევრი. მაგრამ თუ შენ ოდესმე გამოიყენებ ამ ცოდნას ჩემს წინააღმდეგ, შენ მოკვდები. როგორ იცხოვრა ლაკობა ამ მუქარის ქვეშ? რა იყო მისი სტრატეგია? და რამდენ ხანს შეძლო ის გადარჩენა? 1932 წელი. სტალინი ხდება აბსოლუტური დიქტატორი.
ყველა მისი ძველი მეგობრები, ყველა მისი ძველი თანამებრძოლები, ყველა, ვინც იცოდა მისი საიდუმლოებები, ნელ-ნელა ქრებიან. ზოგი გაძევებულია, ზოგი დაპატიმრებულია, ზოგი მოკლულია. ლაკობა ხედავს ამ ყველაფერს და ესმის, რომ მისი დრო მოდის. ის ცდილობს იყოს ფრთხილი, ცდილობს არ გამოიწვიოს სტალინის რისხვა, ცდილობს გადარჩეს. მაგრამ სტალინი არ ავიწყებს. სტალინი იცის, რომ ლაკობა იცის ძალიან ბევრი. და ეს ცოდნა არის საშიში. ლაკობას პირადი მდივანი იხსენებს. 1932 წლის დეკემბერში ლაკობა მიიღო ტელეგრამა სტალინისგან. ტელეგრამაში წერია: მოდი სოჩში. მე ვარ აქ დასვენებაზე. ჩვენ უნდა ვისაუბროთ. ლაკობამ წაიკითხა ეს ტელეგრამა და გაიცინა. მაგრამ ეს იყო მწარე ღიმილი. ის მითხრა, ეს არის დასასრული. სტალინი არასოდეს მიწვევს უბრალოდ საუბრისთვის. ის მიწვევს, როცა აპირებს რაღაცის გაკეთებას. მე ვკითხე, მაშინ რატომ მიდიხარ? ლაკობამ უთხრა, რადგან თუ არ წავალ, ის მოვა ჩემთან. და უკეთესია, რომ მე წავიდე მასთან. რა მოხდა სოჩში? რა იყო სტალინის ნამდვილი გეგმა? და როგორ დასრულდა ლაკობას ისტორია? 1932 წლის დეკემბრის 27. ლაკობა მიდის სოჩში. ის ხვდება სტალინს მის დაჩაში. სტალინი არის მეგობრული, თბილი, მომღიმარი. ის საუბრობს ძველ დროზე რევოლუციაზე, ბათუმზე, იმ დროზე, როცა ისინი იყვნენ ახალგაზრდები და ოცნებობდნენ ახალ სამყაროზე. ლაკობა ისმენს და ცდილობს იყოს მშვიდი. მაგრამ ის იცის, რომ რაღაც არ არის სწორი. სტალინი არასოდეს არის ასე მეგობრული ყოველდღიურად. როცა სტალინი არის მეგობრული, ეს ნიშნავს, რომ ის გეგმავს რაღაცას. ლაკობას პირადი მდივანი იხსენებს. ლაკობა დაბრუნდა სოჩიდან დეკემბრის 28-ს. ის იყო ავად. ის ამბობდა, რომ ჰქონდა გულის ტკივილი სოჩში, სტალინთან სადილის დროს. ექიმები მოვიდნენ, მაგრამ ვერაფერი გააკეთეს. დეკემბრის 29-ს ლაკობა მოკვდა. ოფიციალური ვერსია იყო გულის შეტევა. მაგრამ ყველა მიცოდა ჭეშმარიტება. ლაკობა მოწამლეს. ვინ მოწამლა? სტალინმა. რატომ? რადგან ლაკობა იცოდა ძალიან ბევრი. ის იცოდა, როგორ მოვიდა სტალინი ძალაუფლებაში. ის იცოდა ტროცკის ოპერაციის შესახებ. ის იცოდა ყველა საიდუმლოება. და ეს საიდუმლოებები უნდა დამარხულიყო მასთან ერთად. რა იყო ლაკობას ბოლო სიტყვები? რა იფიქრა ის თავის სიკვდილის წინ? და როგორ რეაგირებდა სტალინი მის სიკვდილზე? ლაკობას დაკრძალვა იყო დიდებული. სტალინი პირადად მოვიდა. ის წარმოთქვა სიტყვას, სადაც ამბობდა, ლაკობა იყო ერთგული რევოლუციონერი, ერთგული კომუნისტი, ერთგული მეგობარი. მაგრამ ყველამ, ვინც იცნობდა ჭეშმარიტებას, იცოდა, რომ ეს იყო ცრუ. სტალინმა მოკლა ლაკობა, რადგან ლაკობა იყო საშიში. ის იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც იცოდა, როგორ მოვიდა სტალინი ძალაუფლებაში. ის იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც იცოდა ტროცკის ოპერაციის შესახებ. და ახლა ის იყო მკვდარი. საიდუმლოება იყო დამარხული. ლაკობას პირადი მდივანი იხსენებს. ლაკობას დაკრძალვის შემდეგ მე გადავწყვიტე გაქცევა. მე ვიცოდი, რომ სტალინი არ დატოვებდა ცოცხალს არავის, ვინც იცოდა ჭეშმარიტება. მე გავიქეცი თბილისში, შემდეგ ბაქოში, შემდეგ შუა აზიაში. მე ვცხოვრობდი ფალსიფიცირებული დოკუმენტებით, ფალსიფიცირებული სახელით, ფალსიფიცირებული ცხოვრებით. მაგრამ მე ვინახავდი საიდუმლოებას. მე ვიცოდი, რომ ერთ დღეს, როცა სტალინი მოკვდებოდა, მე შემეძლებოდა ჭეშმარიტების თქმა. და ახლა, 35 წლის შემდეგ, მე ვლაპარაკობ. რატომ გადაწყვიტა მან ლაპარაკი ახლა? რა არის მისი мотивация? და რამდენად შეგვიძლია ვენდოთ მის ისტორიას? დღეს, როცა ჩვენ ვუყურებთ უკან 1924 წლის იანვარს, ჩვენ ვხედავთ, რომ ის იყო გადამწყვეტი მომენტი ისტორიაში. ტროცკის დაკრძალვაზე არ ყოფნა შეცვალა საბჭოთა კავშირის მთელი ისტორია. თუ ტროცკი ყოფილიყო დაკრძალვაზე, თუ ის წარმოთქონდა სიტყვას, თუ ის დაემკვიდრებოდა როგორც ლენინის მემკვიდრე, ისტორია შეიძლებოდა ყოფილიყო სრულიად განსხვავებული. შეიძლებოდა არ ყოფილიყო სტალინის დიქტატურა. შეიძლებოდა არ ყოფილიყო დიდი ტერორი. შეიძლებოდა არ ყოფილიყო გულაგი. შეიძლებოდა არ ყოფილიყო მილიონობით მსხვერპლი. მაგრამ ყველაფერი ეს მოხდა.
და ყველაფერი დაიწყო იმ 3 დღით სუხუმში, როცა ლაკობამ დაბლოკა ტროცკი სტალინის ბრძანებით. მაგრამ აქ რჩება ერთი კითხვა, რომელზეც ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს პასუხი. ვინ იყო რეალური ავტორი ამ ოპერაციის? სტალინი თუ ლაკობა? ლაკობას პირადი მდივანი ამბობს, რომ ეს იყო სტალინის გეგმა. მაგრამ არიან სხვა მოწმეები, რომლებიც ამბობენ, რომ ლაკობამ თავად შემოგთავაზა ეს გეგმა სტალინს. არიან დოკუმენტები, რომლებიც მიუთითებენ, რომ ლაკობა იყო უფრო ინიციატიული, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ. არიან ტელეგრამები, რომლებიც აჩვენებენ, რომ ლაკობა და სტალინი გეგმავდნენ ამ ოპერაციას კვირების განმავლობაში, არა დღეების. რა არის ჭეშმარიტება? ვინ იყო რეალური ავტორი ოპერაციის, რომელმაც შეცვალა ისტორია? არქივები. ეს სიტყვა ყოველთვის იწვევს შიშს მათთვის, ვისაც აქვს დამალული საიდუმლოებები. 1990-იან წლებში, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, ათასობით დოკუმენტი გახდა ხელმისაწვდომი. მაგრამ ბევრი დოკუმენტი ჯერ კიდევ დარჩა დახურული. ბევრი დოკუმენტი განადგურდა. ბევრი დოკუმენტი გაქრა უკვალოდ. რატომ? რადგან ეს დოკუმენტები შეიცავდნენ ჭეშმარიტებას იმის შესახებ, როგორ მოვიდა სტალინი ძალაუფლებაში, როგორ განადგურა ის თავისი მეტოქეები, როგორ შექმნა ის თავისი იმპერია. და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დოკუმენტი, რომელიც გაქრა, იყო ლაკობას პირადი დღიური. ლაკობას პირადი მდივანი იხსენებს, ლაკობა აწერდა დღიურს ყოველ დღე. ის აწერდა ყველაფერს, თავის შეხვედრებს, თავის საუბრებს, თავის ფიქრებს. ის აწერდა სტალინთან შეხვედრებს, ტროცკის ოპერაციის შესახებ, ყველაფრის შესახებ. ეს დღიური იყო ყველაზე საშიში დოკუმენტი საბჭოთა კავშირში. თუ ეს დღიური ოდესმე გახდებოდა საჯარო, ის განადგურებდა სტალინის ლეგენდას. ის აჩვენებდა, რომ სტალინი არ იყო ლენინის ერთგული მემკვიდრე, არამედ მანიპულატორი, რომელმაც მოიპარა ძალაუფლება. სად არის ეს დღიური ახლა? ვინ აიღო ის ლაკობას სიკვდილის შემდეგ? და რატომ არ გახდა ის ოდესმე საჯარო? 1932 წლის დეკემბრის 29-ს, როცა ლაკობა მოკვდა, მისი ოფისი დაიხურა. ყველა დოკუმენტი, ყველა ფაილი, ყველა წიგნი ამოიღეს. ოფიციალურად ეს იყო სტანდარტული პროცედურა. მაგრამ რეალობაში ეს იყო ოპერაცია საიდუმლოებების განადგურებისთვის. სტალინმა გაგზავნა სპეციალური ჯგუფი სუხუმში. ამ ჯგუფის მიზანი იყო მოძებნა და განადგურება ყველა დოკუმენტის, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო საშიში. და ყველაზე საშიში დოკუმენტი იყო ლაკობას დღიური. ლაკობას პირადი მდივანი იხსენებს, როცა სტალინის ადამიანები მოვიდნენ, მე ვიცოდი, რას ეძებდნენ. მე ვიცოდი, რომ ისინი ეძებდნენ დღიურს. მაგრამ მე უკვე გავაქრე ის. ლაკობამ მითხრა ერთხელ, თუ რაიმე მომხდება ჩემთან, შენ უნდა დამალო დღიური. შენ უნდა შეინახო ის უსაფრთხო ადგილას. ერთ დღეს, როცა სტალინი მოკვდება, ეს დღიური უნდა გახდეს საჯარო. მე გავაკეთე ზუსტად ის, რაც მან მითხრა. მე დავმალე დღიური ადგილას, სადაც არავინ ვერასოდეს იპოვიდა მას. სად დამალა მან დღიური? რატომ არ გახდა ის საჯარო სტალინის სიკვდილის შემდეგ? და არსებობს თუ არა ეს დღიური ჯერ კიდევ? 1954 წელი. სტალინი კვდება. მთელი საბჭოთა კავშირის უმტკავს შვებით. რეპრესიები წყდება. გულაგები იხურება. ადამიანები იწყებენ ლაპარაკს იმაზე, რაც მოხდა. ხრუშჩოვი აკეთებს თავის ცნობილ სიტყვას სტალინის კულტის შესახებ. ის ამბობს, რომ სტალინი იყო ტირანი, რომ ის მოკლა მილიონობით უდანაშაულო ადამიანს, რომ ის დაარღვია ლენინის ანდერძი. მაგრამ ხრუშჩოვი არ ამბობს ყველაფერს. ის არ ამბობს, როგორ მოვიდა სტალინი ძალაუფლებაში. ის არ ამბობს ტროცკის ოპერაციის შესახებ. ის არ ამბობს ლაკობას როლის შესახებ. რატომ? ლაკობას პირადი მდივანი იხსენებს, 1955 წელს მე გადავწყვიტე წასვლა ხრუშჩოვთან. მე მქონდა ლაკობას დღიური. მე ვიცოდი, რომ ეს დღიური შეცვლიდა ყველაფერს. მე ვიცოდი, რომ ეს დღიური აჩვენებდა, როგორ მოვიდა სტალინი ძალაუფლებაში. მაგრამ როცა მე მივედი მოსკოვში, მე შევხვდი ხრუშჩოვის თანაშემწეს. ის მითხრა, ჩვენ ვიცით ლაკობას დღიურის შესახებ. ჩვენ ვიცით, რაც არის მასში. მაგრამ ეს დღიური არ უნდა გახდეს საჯარო. არა ახლა. არა ოდესმე. მე ვკითხე, რატომ ის მითხრა, რადგან ეს დღიური არ განადგურებს მხოლოდ სტალინის ლეგენდას. ის განადგურებს მთელი პარტიის ლეგიტიმურობას.
ის აჩვენებს, რომ ჩვენი ძალაუფლება დაფუძნებულია სიცრუეზე, მანიპულაციაზე, მკვლელობაზე. რა გააკეთა ლაკობას პირადმა მდივანმა იმ მომენტში? დაეთანხმა თუ არა ის დღიურის დამალვას? და რატომ ის ლაპარაკობს ახლა 25 წლის შემდეგ? მაგრამ ლაკობას დღიური არ არის ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც გაქრა. არსებობს სხვა დოკუმენტები, რომლებიც ასევე დამალულია. ტელეგრამები სტალინსა და ლაკობას შორის. მოხსენებები სეკურიტატის აგენტებისგან, რომლებიც აკონტროლებდნენ ტროცკის. ოქმების შეხვედრებისა, სადაც სტალინი, კამენევი და ზინოვიევი გეგმავდნენ ტროცკის იზოლაციას. ყველა ეს დოკუმენტი არსებობდა ერთ დროს. მაგრამ ახლა ისინი გაქრნენ. ვინ განადგურა ისინი? როდის? და რატომ? ისტორიკოსი, რომელიც სწავლობს ამ პერიოდს, ამბობს, ჩვენ ვიცით, რომ 1950-იან წლებში სტალინმა ბრძანა განადგურება ათასობით დოკუმენტის. ის აპირებდა წაშლას ყველა კვალის თავისი დანაშაულებისა. მაგრამ ის არ შეძლო წაშლა ყველაფრის. ზოგიერთი დოკუმენტი გადარჩა. ზოგიერთი დოკუმენტი დამალულია არქივებში, რომლებიც ჯერ კიდევ დახურულია. ზოგიერთი დოკუმენტი არის კერძო კოლექციებში, რომლებიც არასოდეს გახდება საჯარო. მაგრამ ერთ დღეს შეიძლება ჩვენ ვიპოვოთ ეს დოკუმენტები. და მაშინ ჩვენ გავიგებთ სრულ ჭეშმარიტებას. რა არის ეს დოკუმენტები? სად არიან ისინი? და როდის გახდებიან ისინი საჯარო? 1990-იან წლებში, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, ბევრმა ისტორიკოსმა სცადა მოძებნა ეს დოკუმენტები. ისინი წავიდნენ მოსკოვის არქივებში, თბილისის არქივებში, სუხუმის არქივებში. ისინი ეძებდნენ ნებისმიერ კვალს ლაკობას ოპერაციის შესახებ. მაგრამ ისინი ვერაფერი იპოვეს. ყველა დოკუმენტი, რომელიც შეეხებოდა ამ ოპერაციას, იყო განადგურებული ან დამალული. ერთადერთი წყარო, რომელიც რჩებოდა, იყო მოწმეთა ჩვენებები. მაგრამ ყველა მოწმე, რომელიც იცნობდა ჭეშმარიტებას, იყო მკვდარი ან ქრებოდა. ლაკობას პირადი მდივანი იხსენებს, 1990-იან წლებში ბევრი ისტორიკოსი მოვიდა ჩემთან. ისინი მკითხავდნენ ლაკობას შესახებ, სტალინის შესახებ, ტროცკის ოპერაციის შესახებ. მაგრამ მე არ ვლაპარაკობდი. მე ვიცოდი, რომ ჯერ კიდევ იყო ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ მზად ჭეშმარიტებისთვის. ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ იცავდნენ სტალინის მემკვიდრეობას. ადამიანები, რომლებიც შეეძლოთ მომეკლათ, რომ დამედუმებინათ. მაგრამ ახლა 25 წლის შემდეგ ყველა ეს ადამიანი მკვდარია. და მე შემიძლია ვილაპარაკო. რატომ გადაწყვიტა მან ლაპარაკი ახლა? რა შეიცვალა? და რამდენად შეგვიძლია ვენდოთ მის ისტორიას? მაგრამ არის კიდევ ერთი საიდუმლოება, რომელიც ჯერ კიდევ არ არის გამჟღავნებული. ეს არის საიდუმლოება იმის შესახებ, ვინ იყო რეალური ავტორი ოპერაციის. ლაკობას პირადი მდივანი ამბობს, რომ ეს იყო სტალინის გეგმა. მაგრამ არიან სხვა მოწმეები, რომლებიც ამბობენ სხვა ისტორიას. ისინი ამბობენ, რომ ლაკობამ თავად შემოგთავაზა ეს გეგმა სტალინს. ისინი ამბობენ, რომ ლაკობა იყო უფრო ამბიციური, უფრო ცინიკური, უფრო საშიში, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ. ისტორიკოსი, რომელიც სწავლობს ამ პერიოდს, ამბობს, არსებობს ერთი დოკუმენტი, რომელიც შეიძლება შეცვალოს ყველაფერი. ეს არის წერილი ლაკობასგან სტალინისთვის, დათარიღებული 1923 წლის დეკემბრით. ამ წერილში ლაკობა წერს, მე მაქვს გეგმა, როგორ დაუბლოკოთ ტროცკი. თუ ლენინი მოკვდება, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ტროცკი არ იქნება დაკრძალვაზე. ეს იქნება გადამწყვეტი მომენტი. ეს წერილი არსებობს. მე ვნახე ის ერთხელ კერძო კოლექციაში. მაგრამ მფლობელი არ იყო მზად გაეხადა ის საჯარო. ის ამბობდა, რომ ეს წერილი იყო ძალიან საშიში. სად არის ეს წერილი ახლა? ვინ არის მისი მფლობელი? და რატომ ის არ გახდა საჯარო? თუ ეს წერილი რეალურად არსებობს, ეს ნიშნავს, რომ ლაკობა არ იყო უბრალოდ სტალინის მსახური. ის იყო თანამონაწილე, თანაავტორი, თანამოაზრე. ის არ მხოლოდ ასრულებდა სტალინის ბრძანებებს, ის აქტიურად მონაწილეობდა გეგმების შემუშავებაში. ის იყო ერთ-ერთი არქიტექტორი იმ სისტემისა, რომელმაც მოიყვანა სტალინი ძალაუფლებაში. და ეს ნიშნავს, რომ ლაკობა იყო არა მსხვერპლი, არამედ თანამონაწილე. ლაკობას პირადი მდივანი იხსენებს, ლაკობა იყო რთული კაცი. ის არ იყო უბრალოდ სტალინის მსახური. ის იყო ინტელექტუალი, სტრატეგი, პოლიტიკოსი. ის ესმოდა ძალაუფლების თამაში.
ის იცოდა, როგორ მანიპულირება ადამიანებით, როგორ შექმნა ალიანსები, როგორ განადგურება მტრები. და ის იყენებდა ამ უნარებს არა მხოლოდ სტალინის სასარგებლოდ, არამედ თავისი სასარგებლოდაც. ლაკობა აშენებდა თავის იმპერიას აფხაზეთში. ის აშენებდა თავის ძალაუფლებას. და ის იყენებდა სტალინს, ისევე როგორც სტალინი იყენებდა მას. ეს არის ახალი პერსპექტივა ლაკობაზე, არა როგორც მსხვერპლზე, არამედ როგორც თამაშის მონაწილეზე. მაგრამ რამდენად სწორია ეს პერსპექტივა? და როგორ ეს ცვლის ჩვენს გაგებას მთელი ისტორიის? 1924 წლის იანვარი იყო გადამწყვეტი მომენტი არა მხოლოდ სტალინისთვის და ტროცკისთვის. ეს იყო გადამწყვეტი მომენტი მთელი საბჭოთა კავშირისთვის. ამ მომენტში გადაწყდა, თუ რა გზით წავა ქვეყანა. თუ ტროცკი ყოფილიყო დაკრძალვაზე, თუ ის გამხდარიყო ლენინის მემკვიდრეს, საბჭოთა კავშირი შეიძლებოდა განვითარებულიყო სხვა მიმართულებით. ტროცკი იყო ინტერნაციონალისტი. ის სჯეროდა მსოფლიო რევოლუციის. ის სჯეროდა, რომ საბჭოთა კავშირი უნდა ეხმარა სხვა ქვეყნებს რევოლუციის გაკეთებაში. სტალინი კი სჯეროდა სოციალიზმს ერთ ქვეყანაში. ის სჯეროდა, რომ საბჭოთა კავშირი უნდა გაძლიერებულიყო პირველ რიგში და მხოლოდ შემდეგ ეხმარა სხვებს. ისტორიკოსი, რომელიც სწავლობს ამ პერიოდს, ამბობს, თუ ტროცკი მოსულიყო ძალაუფლებაში, ისტორია იქნებოდა სრულიად განსხვავებული. შეიძლებოდა ყოფილიყო მსოფლიო რევოლუცია. შეიძლებოდა ყოფილიყო მსოფლიო ომი. შეიძლებოდა ყოფილიყო კომუნიზმის გავრცელება მთელ ევროპაში. ან შეიძლებოდა ყოფილიყო საბჭოთა კავშირის დაშლა ბევრად ადრე. ჩვენ არასოდეს გავიგებთ, რა მოხდებოდა. მაგრამ ჩვენ ვიცით, რა მოხდა რეალურად. სტალინი მოვიდა ძალაუფლებაში. და ეს გამოიწვია დიდი ტერორი, გულაგი, მილიონობით მსხვერპლი. ყველაფერი ეს დაიწყო იმ 3 დღით სუხუმში. რამდენად სამართლიანია დაბრალება ლაკობას ყველა ამ მსხვერპლისთვის. რამდენად პასუხისმგებელია ის იმისთვის, რაც მოხდა. ლაკობას პირადი მდივანი იხსენებს, ლაკობა იცოდა, რას აკეთებდა. ის იცოდა, რომ ტროცკის დაბლოკვა შეცვლიდა ისტორიას. ის იცოდა, რომ ეს დაეხმარებოდა სტალინს მოსვლაში ძალაუფლებაში. მაგრამ ის არ იცოდა, რა გააკეთებდა სტალინი ამ ძალაუფლებით. ის არ იცოდა, რომ სტალინი გახდებოდა ტირანი. ის არ იცოდა, რომ სტალინი მოკლავდა მილიონობით ადამიანს. ის არ იცოდა, რომ სტალინი მოკლავდა მასაც. თუ ლაკობამ იცოდა ყველა ეს, შეეძლო თუ არა მას გაეკეთებინა განსხვავებული არჩევანი. მე არ ვიცი. მაგრამ მე ვიცი, რომ ლაკობა ინანებდა. მისი ბოლო წლები იყო სავსე მწუხარებით, შიშით, სინანულით. რამდენად ეს სინანული იყო რეალური. და რამდენად ეს ცვლის ჩვენს შეფასებას მის მოქმედებებზე? დღეს, როცა ჩვენ ვუყურებთ უკან 1924 წლის იანვარს, ჩვენ ვხედავთ არა მხოლოდ პოლიტიკურ ინტრიგას. ჩვენ ვხედავთ ადამიანურ ტრაგედიას. ტროცკი, რომელიც იყო იზოლირებული სუხუმში და დაკარგა თავისი შანსი. ლაკობა, რომელმაც დაეხმარა სტალინს და მოგვიანებით მოკვდა მისი ხელით. სტალინი, რომელმაც მოიგო ძალაუფლება მანიპულაციით და სიცრუით. და მილიონობით ადამიანი, რომლებიც მოკვდნენ იმის გამო, რომ სტალინი მოვიდა ძალაუფლებაში. ყველა ეს ადამიანი იყო ნაწილი ერთი დიდი ტრაგედიისა, რომელიც დაიწყო იმ 3 დღით სუხუმში. მაგრამ ისტორია არ სრულდება აქ. ტროცკის ისტორია გაგრძელდა. ის გაძევებული იქნა საბჭოთა კავშირიდან 1928 წელს. ის იცხოვრა თურქეთში, ფრანგეთში, ნორვეგიაში, საბოლოოდ მექსიკაში. ის აგრძელებდა წერას, ლაპარაკს, ბრძოლას სტალინის წინააღმდეგ. ის ქმნიდა მეოთხე ინტერნაციონალს, ცდილობდა გაერთიანებინა ანტისტალინისტური ძალები მთელ მსოფლიოში. მაგრამ სტალინი არ დაივიწყა მას. სტალინი არასოდეს ივიწყებდა თავის მტრებს. და 1940 წელს სტალინმა გაგზავნა მკვლელი მექსიკაში. რამონ მერკადერი, ესპანელი კომუნისტი, რომელიც რეალურად იყო NKVD-ს აგენტი, შევიდა ტროცკის სახლში და მოკლა ის ყინულის ცულით. ტროცკი მოკვდა 40 წლის 21 აგვისტოს. მისი ბოლო სიტყვები იყო: მე დარწმუნებული ვარ მეოთხე ინტერნაციონალის გამარჯვებაში. მაგრამ მეოთხე ინტერნაციონალი არასოდეს გაიმარჯვა. სტალინი გაიმარჯვა. ლაკობას პირადი მდივანი იხსენებს, როცა მე გავიგე ტროცკის სიკვდილის შესახებ, მე გავიფიქრე ლაკობაზე. მე გავიფიქრე იმ დღეზე, როცა ლაკობამ დაბლოკა ტროცკი სუხუმში. მე გავიფიქრე, რომ ყველაფერი დაიწყო იქ. ტროცკის პოლიტიკური სიკვდილი დაიწყო სუხუმში.
და მისი ფიზიკური სიკვდილი იყო მხოლოდ დასასრული იმ ისტორიისა, რომელიც დაიწყო 1924 წლის იანვარში. ლაკობა იყო ნაწილი ამ ისტორიისა. ის იყო ერთ-ერთი მოკლელი, თუმცა ის არასოდეს ეხო ტროცკის. ის მოკლა ტროცკის პოლიტიკურად და ეს იყო საკმარისი სტალინისთვის, რომ მოეკლა ის ფიზიკურად მოგვიანებით. რამდენად სამართლიანია ეს შეფასება? რამდენად პასუხისმგებელია ლაკობა ტროცკის სიკვდილისთვის? დღეს 21 საუკუნეში ჩვენ ჯერ კიდევ ვცდილობთ გავიგოთ, რა მოხდა 1924 წლის იანვარში. ჩვენ ჯერ კიდევ ვეძებთ დოკუმენტებს, ვისმენთ მოწმეებს, ვაანალიზებთ ფაქტებს. მაგრამ ზოგიერთი კითხვა რჩება უპასუხოდ. ვინ იყო რეალური ავტორი ოპერაციის, სტალინი თუ ლაკობა? რატომ დაეთანხმა ლაკობა ასეთ ოპერაციაზე? რა იყო მისი ნამდვილი мотивация? და რა იქნებოდა, რომ ტროცკი ყოფილიყო დაკრძალვაზე? ეს კითხვები რჩება ღია. და შეიძლება ისინი ყოველთვის დარჩეს ღია, რადგან ყველა, ვინც იცოდა სრული ჭეშმარიტება, მკვდარია.